I'm German homelos, I drink coffee and I know things. 30 ეპიზოდის თემა არის საქართველო და ქართველი ერი. რაც აღმერთს არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. რამდენი ანტიკური ცივილიზაცია, სახელმწიფო, ერი, კულტურა და ენები განადგურდა და ვერ მოვიდა დღემდე, ჩვენს დრომდე. და ახლა შევხედოთ, ეს პატარა ციცქნა საქართველო, სოფლიო რუკაზე ძლივს რომ ჩანს. ეს 3 მილიონი ქართველები, რითი არიან ასეთი განსაკუთრებული, რომ ღმერთმა გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა. შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, იმიტომ რომ ვიცით, ვინ აღარ გვებრძოდა, ვინ აღარ ცდილობდა ჩვენს განადგურებას, როგორ აღარ ეცადა ეშმაკი ჩვენს ამოძირკვას, თან ასეთი ცოტანი ვიყავით და როგორ მოვედით და რატომ მოვედით დღემდე. ხოლო ჩვენი დამსახურება რომ არაა ეს ყველაფერი, ეს ხომ ცხადზე ცხადია. სულელიც კი მიხვდება, რომ ჩვენს ამბავში ყოველ წუთს და წამს ღმერთის ხელი და დაცვა ჩანს. და რატომ? რისთვის შეგვიყვარა ღმერთმა ასე ძალიან, რისთვის მოგვიყვანა დღემდე? რატომ არ მოგცა განადგურების და გადაშენების უფლება? არ მინდა შევაშინო ის, ვინც ახლა ამას უსმენს, ან კითხულობს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ საქართველო და ქართველები მსოფლიოს ბოლო იმედი, უფლის უკანასკნელი იმედია და ეს ამბავი უკვე დაწყებულია. როცა ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში ვრცელდებოდა და სუსტი ადამიანების წყალობით ზიანდებოდა, იბილწებოდა და მიწიერ ახირებებზე მორგებული ხდებოდა, ერთადერთი ერი, რომელმაც ჭეშმარიტი უფლის იესო ქრისტეს რწმენა დაუზიანებლად შემოინახა და ასობით ათასები ეწირებოდნენ მის შენარჩუნებას, ეს მხოლოდ ქართველები იყვნენ და არიან. ასეთი ძლიერი მიწიერებისგან დაცლილი რწმენის გამო გვიცავდა უფალი მთელი ამ 2000 წლის განმავლობაში. მართლა გონიათ, რომ ძლიერმა მეობრებმა მოგვიყვანეს დღემდე, მხოლოდ ღმერთი არასდროს გვტოვებს და ყოველთვის აქვს თავისი გეგმა ყველა ადამიანისთვის, ყველა ერისთვის. დასასრულის მოახლოებისას საქართველო ახლიდან მოირგებს ნოეს კიდოვანის როლს, როგორც თავშესაფრად ქცეულ რწმენას, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის იესო ქრისტეს რწმენას. როცა ბოლო ჟამის ადამიანები სიმართლეს და ნამდვილ ღმერთს დაუწყებენ ძებნას, მათ მისასვლელი ექნებათ თავშესაფარი საქართველოს სახით, ქართველების სახით. ქართველობაში სასირცხვილო და ცუდი არაფერია. ჯანმრთელი გონების მქონე ადამიანისთვის, პირიქით და პირიქით. ყველაზე საამაყოა ქართველობა.